მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მსურს გავაკეთოთ თქვენთვის საჯარო გაშლა. თემით თუ რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის. ახლა ამ ეტაპზე, როდესაც ეს ვიდეო შეგხვდეთ. გაშლა გვექნება ფიქრობ ორ ვარიანტიანი და მოდით ვნახოთ რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის. ძალიან დიდი ხანია ამ დასტით არ გამიშლია. დავარიგებ ახლავე ვარიანტებს, რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე. რა მესიჯი აქვს სამყაროს პირველი ვარიანტისთვის და მეორე ვარიანტისთვის. ქვებიც გამოვიყენოთ პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც მეტად გიზით აქვს, თუ გჭირდებათ დააპაუსებთ. შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი, ამიტომაც პირადი კონსულტაციის მსურველებს გელოდებით პირადში. ასევე შეგახსენებთ, რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით ველოდებით თქვენს უკავშირს, თქვენი ლაიქების, კომენტარების სახით. მე გავცემ ენერგიას თქვენთვის, რომ დაგეხმაროთ, რაღაც გაგააზრებინოთ, თქვენ კი გაეცით თქვენი ლაიქები და კომენტარები ჩემთვის. ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს და მოდით დავიწყოთ ჩვენ ახლა პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის ახლა და ამოვიდა არკანი თასების 10-იანი. კონკრეტულად ამ არკანს ვუყურებ და იცით როგორი სიტყვები მომდის თავში. ყველაფერი კარგად იქნება. აი ახლა შენ ჩემო კარგო, ვინც ამოირჩიე პირველი ვარიანტი, ყველაზე მეტად რისი მოსმენაც გჭირდება, ეს არის ასეთი ძალიან უბრალო სიტყვები, რომ ყველაფერი აუცილებლად იქნება კარგად, ყველაფერი აუცილებლად გამოვა, ყველაფერი აუცილებლად გამოგივა. პლუს ამასთან ერთად კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე ვხედავ იმას, რომ თუ თქვენ გაქვთ რაღაც გარკვეული გეგმები, ან ელოდებოდით სამყაროსგან ნიშანს იმასთან დაკავშირებით რაღაც გარკვეული საქმე გამოგივათ თუ არა, ან რაღაც კონკრეტული სურვილი აგისრულდებათ თუ არა, აქ პირდაპირ მოდის ასეთი სიტყვები, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ყველაფერი რეზონირდება შენთვისვე საუკეთესოდ, შენთვისვე საუკეთესო ხერხებით, ყოველი შენი ჩანაფიქრი, შენი სურვილები აუცილებლად ასრულდება, უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს, მაგრამ რაღაცეები უკვე ძალიან ახლოს არის და მესიჯი რაში მდგომარეობს, ხო? იმაში, რომ რაღაც რაზედაც დაარდობთ ახლა ყველაზე მეტად ის საკითხი მოგვარდება და ნიშანს ვინც ელოდით სამყაროსგან, ზუსტად აქ არის ეს ნიშანი. ყველაფერი მოგვარდება, კარგად იქნება. დავამატოთ არკანები და ვნახოთ მესიჯი სამყაროსგან პირველი ვარიანტისათვის. არკანი პენტაკლების პაჟი, არკანი ხმლების 4-იანი, არკანი მაგი. მოდუნდი და აცადე საკუთარ თავს მოსვენება, აცადე საკუთარ თავს დასვენება. შენ პირველი ვარიანტო. შენ ყველაზე მეტად ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე გჭირდება დასვენება, მაგრამ დასვენება არა ისეთი, სადაც შენ უბრალოდ წევხარ და სკროლავ, ან არა ისეთი, სადაც შენ უბრალოდ არაფერს აკეთებ, ხო? შენ გჭირდება დასვენება იმ კუთხით, რომ უნდა დაასვენო შენი როგორც სხეული, ასევე შენი მენტალური მდგომარეობა. აქ გჭირდება შენ ზედმეტად ბევრი ფიქრი. ზოგადად ახლა სამყაროში გვაქვს ისეთი პერიოდი, როდესაც სტიქიები მიძინებული არის, ენერგიები მიძინებული არის. ყველას და ყველაფერს სჭირდება მეტი დასვენება, ამოსუნთქვა და დასვენება საკუთარი თავის დადანაშაულების გარეშე, სინდისის კენჭნის გარეშე. და ნახეთ მესიჯი ასეთია. პლუს არკანი მაგი ამოვიდა, რომელიც მეტყველებს იმის შესახებ, რომ შენ თავად ხარ შენი რეალობის კრეატორი, შენ თავად ხარ შენი რეალობის შემქმნელი, მმართველი. კი ბატონო, ახლა შენ გჭირდება დასვენება ფიქრების გარეშე, მაგრამ შენ რაც გინდა, ის საქმეები აუცილებლად გამოგივა, ან ის სურვილი აუცილებლად ასრულდება და ნახეთ სანთელი როგორ ამოძრავდა უცაბედად. ყველაფერი გამოგივა, ყველაფერი შენს ხელში არის და ყველაფერს სწორად აკეთებ. ასევე დავამატებდი აქ ასეთ რაღაცას, რომ თუ თქვენ ახლა წარსულში გააკეთეთ რაიმე სახის პრაქტიკა, ან თუნდაც არ ვიცი, საბლიმინალები, ან რიტუალი, ან მედიტაცია, ესეც აუცილებლად იმოქმედებს შენს რეალობაში და ასე გააგრძელე და უბრალოდ საკუთარი თავის დასვენებაც
არ დაგავიწყდეს. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, ასეთი მოკლე და პატარა მესიჯი გვაქვს ჩვენ და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენთვის რა მესიჯი აქვს სამყაროს და ამოვიდა არკანი მთვარე. ეს გახლავთ უფროსი არკანი, პირდაპირ შიშებზე ბნელ მხარეზე მეტყველებს. ბნელი მეგობრებო არ ნიშნავს ცუდს ან ბოროტს. ბნელი არის ყოველთვის რაღაც ფარული, რაღაც უარყოფილი მხარეები. იცით, თუ თქვენ ეს საკითხი გაინტერესებს სიღრმისეულად რომ შეისწავლოთ, ვფიქრობ დაგუგლვაც შეგიძლიათ კარლ იუნგის შესახებ, ბნელი მხარეების, ჩვენი ჩრდილების შესახებ, დაწვრილებით რომ გაარკვიოთ ყველაფერი. თუმცა ზედაპირულად ვიტყვი, ბნელი არის ის მხარე, რომელიც ჩვენ ვუარყავით შიშის გამო, შფოთვების გამო, სადღაც სოციუმში ადაპტაციის სურვილის გამო, ტენდენციების გამო, სტანდარტების გამო და ნახეთ აქ თქვენთვის არის ასეთი მესიჯი რომ შენი ბნელი მხარე მეორე ვარიანტო აუცილებლად უნდა მიიღო, აუცილებლად უნდა შეისწავლო, აუცილებლად უნდა დაუმეგობრდე მას. დავუმატოთ არკანები და ვნახოთ რა მესიჯი აქვს სამყაროს მეორე ვარიანტისთვის. ნახოთ აბა. ისე უფროსი არკანი ფორტუნას ბორბალი. სამყაროს აქვს უსაზღვრო სცენარები, რაღაც კონკრეტული გეგმა, რაღაც კონკრეტული სურვილი, არ არის აუცილებელი კონკრეტული სცენარით ასრულდეს შენს რეალობაში. ძალიან ბევრი გზა არსებობს იმისა, თუ როგორ შეიძლება რაღაც კონკრეტული მოვიდეს შენამდე, რაღაც კონკრეტული სურვილი ან რაღაც კონკრეტული გეგმა. ამიტომაც უბრალოდ მეტად ენდე სამყაროს მეორე ვარიანტო. ენდე სამყაროს, ენდე საკუთარ თავს და დაამუშავე საკუთარი შიშები. ახლა გაქვს ისეთი პერიოდი, კარმული პერიოდი, როდესაც უფრო მეტად გჭირდება საკუთარ თავში ჩახედვა, მეტად გჭირდება სიღრმისეული ფიქრები, საკუთარი თავისთვის შეკითხვების დასმა, მაგრამ არა ზედაპირულად, არამედ საკმაოდ სიღრმისეულად. კიდევ მინდა რომ დავამატო არკანები, ნახოთ აბა რა მესიჯი აქვს სამყაროს მეორე ვარიანტისთვის. არკანი კვერთხების პაჟი, აქაც პაჟი ამოვიდა. ის რისიც შენ ყველაზე მეტად გეშინია, რეალურად ზუსტად იქ იმყოფება შენი ძალა და შენი წარმატება, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს. ზოგადად, მეგობრებო, ყველაზე მეტად რისიც გვეშინია ხოლმე ზუსტად იქ არის ხოლმე ჩვენი გამარჯვება, ჩვენი ძალა, რაშიც ჩვენი აგილებს ის გუსლია, ხო? იმიტომ რომ ჩვენი ბნელი მხარე არის, რატომ არის მნიშვნელოვანი რომ ბნელი მხარე შევისწავლოთ და მასთან დავამყაროთ კომუნიკაცია, ასე ვთქვათ, ხო? ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენი ბნელი მხარე არის ჩვენი სუსტი წერტილები და სუსტი წერტილები ყოველთვის არის ჩვენი ძლიერი წერტილების მშობელი, მოდით ასე ვიტყვი. იმიტომ რომ ეს გახლავთ სულის ალქიმია, როდესაც ჩვენს შიშებს, ჩვენს ნეგატიურ ემოციებს, ჩვენს ნეგატიურ გამოცდილებას ვაქცევთ ჩვენს ძალად. და ზუსტად ასეთი პერიოდი გაქვთ, როდესაც თქვენ გაქვთ სრული საშუალება, სრული შანსები, რომ ზუსტად ასე მოიქცეთ და გადააქციოთ თქვენი სისუსტეები, თქვენი ბნელი მხარე თქვენს მთავარ ძალად. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით. უღრმესი მადლობა წარმატებებით და ნახვამდის.